გამარჯობათ, დღეს ჩვენი სტუმარია ნიკოლო მელია, მოქანდაკე, მხატვარი და მე და ნიკოლო შევეცდებით ქანდაკების შესაძლებლობებზე და საშუალებებზე ვისაუბროთ. Გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პროფესიას აქვს რაღაც მიზნები, ასე ვთქვათ, რაღაც უნარები კონკრეტული, რითაც შეიძლება ამა თუ იმ პროფესიამ რაღაც შესაძლებლობა მისცეს ადამიანს, ყველა აძლევს რაღაც შესაძლებლობას და ქანდაკებაც მათ შორის არის რაღაც შესაძლებლობის და უნარების მქონე ხელოვნების ერთ-ერთი სფერო დარგი, რომელიც არის ძალიან ძველი, მოიხსენებათ და არ არის მხოლოდ ისე, რომ მარტო ესთეტიკის გადმოცემის საშუალება, რა თქმა უნდა, ესთეტიკური ღირებულებების გადმოცემის საშუალებაც არის და კიდევ მას ემატება ძალიან ბევრი ისეთი ფუნქცია, რომელიც ხანდახან საზოგადოებისთვის, ფართე საზოგადოებისთვის შეიძლება არც იყოს ხოლმე ცნობილი უბრალოდ, მაგრამ ეს მასზე აუცილებლად მუშაობს, მასზეც ვინც ეს მისის თვისებები არ იცის. ნიკოლო, პირველ რიგში მადლობა რომ დრო გამონახე. მადლობა პირიქით, რომ ხო და რა ვიცი, აი დამპატიჟე შენს გადაცემაში და კი ბატონო, ჩვენ მეგობრები ვართ. პირველ რიგში ერთად ვსწავლობდით და ერთად ბევრჯერ გვისაუბრია ამ საკითხზე ქანდაკების გარშემო და დიდი მადლობა თუ რაღაცა ჩემი აზრი კუთხით საინტერესო იქნება ვინმესთვის. ხო, რაღაცნაირად ესეთი თემა რაღაცნაირად შეირჩა ბუნებრივად ალბათ შენთან მიმართებაში, რომ ეს თემა საინტერესო იქნება შენი მხრიდან. რა თქმა უნდა, ყველა ვინც ამ სფეროში არის და რაღაცას აკეთებს, ყველას უფიქრია რაღაც თვალსაზრისით ამაზე რა და მე მგონი მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში, რომ შენი ასე ვთქვათ მიმართულება რაღაც ისეთია, რომ ამას რაღაცნაირად ძალიან მძაფრად ითვალისწინებს, აი ამ რაღაც ფუნქციურ ნაწილებს რა და მინდა რომ აი შენი დამოკიდებულება გაგვაცნო, ასე ვთქვათ, იმასთან დაკავშირებით, თუ ზოგადად აი რა შეუძლია ქანდაკებას, გარდა იმისა, რომ მაგალითად რაღაც ესთეტური ღირებულების მატარებელია და მე ნელ-ნელა მივყვეთ და აი თქვა თუ სადაგზა რაც საჭიროა საკითხი თუ წარმოიშვა საუბრისას, მე შევეხოთ ამასაც რა. მაგრამ აი პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რა შესაძლებლობა არის ქანდაკების გარშემო, ასე ვთქვათ, გაერთიანება. კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ და ვისაუბროთ მეგობრულად და რა თქმა უნდა, შევეხოთ ამ საკითხს, საინტერესოა, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ყოველთვის ჩემთვის და მით უმეტეს შენთან და ძალიან კარგი. ხო, ქანდაკება დიდი სფეროა რა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი არ იყოს ამაში ისე ჩართული და ბევრი არ აკეთებდეს, მაგრამ თვითონ სფერო საკმაოდ ღრმა არის და სამი განზომილებაა ყოველ შემთხვევაში, ამაში ვცხოვრობთ ჩვენ და ეს გვინდა არ გვინდა ყოველდღიურად გვეხება ეს სამი განზომილება და კი ბატონო, ფაქტობრივად ყველაზე მეტად წინაზეც რამდენჯერმე გავიმეორე, რომ აი ყველაზე მეტად ისეთი ტიპის ხელოვნებაა, რომელიც ჩვენს, ასე ვთქვათ, ყოფიერებას ჩვენს ყოფიერებაში არსებობს რა, თავისი მთელი სიგრძით, სიგანით და სიმაღლით რა. და ეს მართლაც არის. სიღრმე გასათვალისწინებელია ხო რა. სიმაღლე, სიგანე და სისქე ხო. სიღრმე უფრო ისე ჟღერს რაღაცა. კი. რომ შეგვიძლია რაღაც სიღრმეებში შევიდეთ რა და ყოველ შემთხვევაში ჩვენ დღეს ესე ვიცით, რომ სამგანზომილებაში ვარსებობთ, თუმცა არის ბევრი თეორია, რომ ბევრად მეტი განზომილებაც არსებობს ამ სამყაროში, მაგრამ ხილული და ხელშესახები ყოველ შემთხვევაში სამი განზომილებაა ჩვენთვის დღესდღეობით. კი ბატონო. აი, იცი რა მაინტერესებს ჩვენ აი რაღაც წეგან რო საუბრობდით, ჩვენ კარგად ახსენე, რომ ქანდაკება არის რაღაცნაირად მედიუმი კულტურებს შორის, ფაქტობრივად, შენი თავარი აზრი რაც თქვი, ასე ვთქვათ, აი რაც ეს მნიშვნელოვანი იყო, არის მედიუმი კულტურებს შორის, ხალხებს შორის და
ეპოქებს შორისაც რა, იმიტომ რომ აი დღეს თუ რაღაცას ვაკეთებთ, ეს რა თქმა უნდა დღესაც აქტიურია და დღესაც ისეთი საგრძნობია, მაგრამ მე ეს ნამუშევრები რჩება. გამომდინარე იქიდან რომ რაღაც მასალა ისეთია, ქანდაკების მასალა ისეთია, რომ დროში, ასე ვთქვათ, ვრცელია, ანუ ძირითადად მყარი მასალაა, რომელიც ხო და აი ამაზე რომ ისაუბრო, აი ძალიან საინტერესო იქნება. აი ამ კუთხით როგორ ხედავ შენ, თუნდაც დღეს გაკეთებულ ნამუშევრებს, ან წარსულში გაკეთებულ ნამუშევრებს, რომლებიც ჩვენამდე მოვიდა, აი რა ინფორმაცია შეიძლება ჩვენ, ასე ვთქვათ, მომავალში გავგზავნოთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ესე გამოდის რა, შენ რაც თქვი ზეგან, აი ამის, ასე ვთქვათ, ილუსტრაციას ახდენს იმ ფაქტის, რომ თუ თქვა ჩვენ დღეს რამე რაღაც ნამუშევარი გავაკეთეთ და ეს ნამუშევარი ვიღაცამ ნახა მე თქვა 2000 წლის შემდეგ ან 500 წლის შემდეგ ან თუნდაც 100 წლის შემდეგ მას ძალიან დიდი ინფორმაციის მიღება შეიძლება ამ ნამუშევრით. კი ბატონო, ხო, ზეგან ჩვენ ვახსენეთ ესეთი აზრი, რომ ქანდაკება გარდა იმისა, რომ ფორმებია, ჩემი აზრით არის კიდევ ინფორმაციის გადამტანი დროში, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად უძლებს იმ დროის, ასე ვთქვათ, ორომ ტრიალს, რომელიც რაღაც გარკვეული ცივილიზაციების მერე ხანდახან იშლება ხოლმე რაღაცეები და ამ ნაკვალევზე, რომელზეც ადამიანი გადის და დღემდე მოდის და მივდივართ თითქოს სადღაც გაუკვალავში, რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკვალევის გათვალისწინებით და შეცდომებზე თუ ასე თუ ისე სწავლით და ვცდილობთ მაინც რომ უკეთესი გავაკეთოთ და უკეთ წავიდეთ წინ. ქანდაკებას თავისი როლი აქვს მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ნაკვალევს ზოგჯერ კარგად აჩვენებს და კარგად შეგვიძლია დავინახოთ ესა თუ ის საკითხი როგორ იყო იმ დროს, როცა თქვათ იმდენი რაღაცა სიტყვიერი და ესეთი მასალა არ არსებობს შეიძლება დაწერილი მონათხრობი, მაგრამ ქანდაკება თავისებურად მოგვითხრობს და გვიყვება კაცობრიობის ამა თუ იმ ეტაპზე ცივილიზაციის ამა თუ იმ ეტაპზე მყოფი ადამიანისთვის რა იყო მნიშვნელოვანი, რაზე ფიქრობდა, ვთქვათ, ვინ იყო გმირი, ვინ იყო ღმერთი, ვინ იყო ხელშეუხებელი, რა იყო ხელშესახები, ვთქვათ და ინდივიდი შეიძლება, ვთქვათ, იმ დროს ისე არ ჩანდა გარკვეულ ცივილიზაციებში, მაგრამ შემდეგ უკვე ეგეც წამოვიდა და დღეს ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უკვე ინდივიდის დონეზეა დასული მაინც, ჩემი აზრით. თვითონ ცივილიზაციამ ადამიანის სვლამ მიაღწია იმ დონეს, რომ უკვე ერთი ადამიანის ნაფიქრი და ერთი ადამიანის დანახული სამყაროც მნიშვნელოვანი გახდა. არა მარტო თქვათ ზოგად საკაცობრიო და ზოგადი იდეოლოგია, რომელსაც თქვათ გარკვეულწილად ემსახურებოდა სფერო და ხელოვნება, ჩემი აზრით უფრო ალბათ ძველ ცივილიზაციებში ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ ემსახურებოდა უფრო გარკვეულ იდეოლოგიას და აქედან გამომდინარეც ვფიქრობ ეგრე, რომ ეს როგორც ინფორმაციის გამავრცელებელი ერთ-ერთი საშუალება იყო. დღევანდელი სიტყვა რო ვიხმარო, PR-ის და მარკეტინგის გარკვეული ინსტრუმენტი იყო. დღესაც შეგვიძლია ეგრე განვიხილოთ ჩვენ ქანდაკება, როგორც თქვათ რაღაცა ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი, რომელსაც შეიძლება იმდენად ესე არ იყენებენ დღეს. მაგრამ შესაძლებელია ესე გამოყენებაც ამ ყველაფრის. იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაციას ინახავს და მომავალში ტოვებს თავის კვალს, რომელიც რთულად იშლება რა. ის ნაკვალევი, რომელიც თქვათ წაიშალა, ქანდაკების დატოვებული ნაკვალევი ძლიერია და თავის ანაბეჭდს კარგად ტოვებს.
აქედან გამომდინარე ალბათ დღევანდელი ცივილიზაციის მედია ესე არ მოხდება რომ ნარჩენებით იყოს მსჯელობა მომავლიდან რომ გადმოვხედოთ თქვათ მაგრამ აჩვენებს ალბათ რომ ადამიანმა მიაღწია ისეთ ეტაპს რა თქმა უნდა დიდი ორომტრიალი არის ამ ეპოქაშიც მაგრამ ისეთ ეტაპს ჩემი აზრით ადამიანმა მაინც მიაღწია რომ თითო ინდივიდის კონკრეტული ხედვა ამ სამყაროს მიმართ გახდა მნიშვნელოვანი და საინტერესო. თანამედროვე ხელოვნებას თუ გადავხედავთ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სფეროა, რომ ესე 1-2 სიტყვით ახლა ეს გავარჩიოთ, მაგრამ პირველი მაინც მე იმას ხედავ, რომ აქ არის მნიშვნელოვანი ერთი ადამიანის გადმოსახედი და ერთი ადამიანის მიერ დანახული გარკვეული მოვლენა ეს სამყარო შემთხვევაში ხო რაღაცა ჩვენი რეალობა და ეს ხდის ალბათ უფრო საინტერესოს თვითონ ადამიანის ყოფასაც რა რომ ჩვენ მაინც რაღაც კუთხით მივხვდით რომ ერთი ადამიანი არის მნიშვნელოვანი და ნუ დღევანდელი ალბათ იდეოლოგიაც ეგ არის რომ სიტყვა შეიძლება ძალიან გაცოთილია მაგრამ თავისუფლება რა და კი ბატონო თავისუფლებაც ჩემი აზრით ჩვენ კარგად გვაქვს ნათქვამი თავს რაღაცის უფლება უნდა მივცეთ რაღაცის უფლება შეიძლება არ მივცეთ ანუ რაღაცა წესების კრებულია თავისუფლება ჩემი აზრით არ ნიშნავს უწესობას პირიქით რაღაც წესებში როგორ მოძრაობ და რის უფლებას აძლევ შენ თავს რა დაინახე როგორ გადმოეცი თქვა და ასე შემდეგ ეს არის მაინც ჩემი აზრით დღევანდელი ეპოქისთვის ისეთი დამახასიათებელი მოვლენა და შესაბამისად დღევანდელი ქანდაკებაც ალბათ უფრო ასახავს ამას. კი. შენი თვალით და ჩემი თვალით და სხვა ადამიანის თვალით დანახულ ერთი და იგივე მოვლენას, რომელსაც ყველანი ვხედავთ, მაგრამ რაღაცნაირი განსხვავებული. ხო, შენ როგორ ხედავ? ეგ არის მესამესთვის საინტერესო. კი, აუცილებლად. ეგ არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რომ მომავალში ალბათ ჩვენი ეპოქა ესე დაფიქსირდება. არა მარტო ქანდაკებით, მაგრამ ქანდაკებას განსაკუთრებული გამძლეობა აქვს, მასალებიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდხანს შეინახოს. აი რაღაცნაირად, ხო, დროში შეინახოს. აი ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბე ხა აი რაღაცნაირად მე იმას ვიზავ მე როგორ გავიგე დაახლოებით ასე სიძახი. შენ ძახი ეს რაღაცას რომ თუ კი ადრე მაგალითად თითო კულტურა, თითო ცივილიზაციას ჰქონდა რაღაც მიმართულება, ხედვა რაღაც. და სხვა შორის ისიც აღსანიშნავია რომ მათი ასე ვთქვათ ინდოინდელი ხელოვანები ბევრი სახელგვარი არც ვიცით, იმიტომ რომ რეალურად არც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ არის რაღაცა კულტურა განსაზღვრავს, კულტურამ განსაზღვრა ხედვა და მე ვთქვათ იქაური მხატვრები ან მუსიკოსები ან მწერლები იმას, ასე ვთქვათ, იმ მიმართულებით მიდიოდნენ და აი მაგალითად ძველი ეგვიპტელი ერთი მოქანდაკის სახელი ვიცით, მე მგონი ისიც ზუსტად არ ვიცით, ის ნამდვილად ეგრე იყო თუ არა და კიდე სხვა მესოპოტამიაშიც იგივე და ნუ ბერძნების უფრო ვიცით, იმიტომ რომ იქ რაღაცა სკოლები არსებობდა, მაგრამ მაინც იყო უფრო მონოკულტურული ისინი იყო ხაზები რა და დღეს თითქოს აი უამრავი მიმართულებით გაიშალა ეს შემეცნების საკითხი და ბევრი მიმართულება გაჩნდა, ანუ თითო ადამიანი თითო სამყაროა ასე ვთქვათ დღეს და რაღაცნაირად დღევანდელი ეპოქის ყველაზე ისეთი გამორჩეული თვისება ალბათ ეგ არის კი რომ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედით მე თითქოს ესე ვხედავ რომ ადამიანი თითქოს უფრო დაიხვეწა და დააფასა მეორე ადამიანი და მეორე ადამიანის ხედვა თუმცა ჩვენი ის მავნეთვისებები დაგვრჩა და არსად არ წასულა მაგრამ ნუ მაინც ცდილობს ადამიანი რომ ალბათ ეგ არის ცივილიზაციის დიდი გამოწვევაც რომ რამენაირად მივიდეთ იმ ეტაპამდე რომ თქვა
ეს მავნეთვისებები მაქსიმალურად მოიშორო. კიდე უფრო შენცები. აი საინტერესოა შენ რაღაც ნამუშევრები მაჩვენე შენი აი ბოლოს ასეც მუშაობდი და რაღაცნაირად მანდაც ფაქტობრივად ცოტა სხვა მიმართულებით, მაგრამ იგივე თემა გაქვს აჩვენები. იმიტომ რომ აი რომელიც ანუ ისტორია რანაირად ტექნოლოგიური ისტორია რანაირად იწყება. რაღაცა ამ ბოლო დროს რაღაცა მაგ თემას ძალაუნებურად მივადექი და ხო ვცდილობ რაღაცა ის დავიჭირო ესეთი დროში ძალიან გაფანტული და გრძელი ამბავი ძალიან მოკლე ისეთი გარდამტეხი მომენტებით დავაფიქსირო ჩემთვის უბრალოდ რომ ესე რაღაცა საინტერესოა ჯამში მნახველმა მარკერები დაინახოს პატარა ხო ლინკები დღეს იტყვიან ხო დაილინკოს რაღაცა მომენტებში კი ბატონო კაცობრიობის ამა თუ იმ ეტაპზე რა ისი რა არის საინტერესო აი ჩვენ ყოველთვის მოქანდაკეებს გვაქვს ხოლმე ეგეთი რაღაცა ისა რა რომ ხშირად გესმის ესეთი ფრაზები რომ ადამიანები ქანდაკებას ეძახიან სულ ძეგლს რა ხო და აი საინტერესოა შენი ასე ვთქვათ თვალსაზრისით რანაირად არის შესაძლებელი ну ეგ რომ ეგრეა მეგონი ამას ისიც არ უნდა რომ განსჭერც არ უნდა რომ უმრავლესობა ქანდაკებას ეძახის ძეგლს ხო და აი კითხვა არის ეს რომ რანაირად არის შესაძლებელი საზოგადოებისთვის ქანდაკების აი ეს თვისებები რა თვისებების მატარებელიც არის ქანდაკება აი ეს თვისებები უფრო გასაგები გახდეს იცი რატო ვკითხულობ ამას იმიტომ რომ აი მაგალითად რილსი რა არის არავის არ ეშლება ხო ყველამ კარგად გაერკვა რა და რაღაცნაირად ის უნარების გამტარიც არის ეს შესაძლებლობა საშუალება ხო ეს ყველამ კარგად იცის რა და იმასაც კი ისიც კი შეიძლება ვთქვათ რომ თვითონ ადამიანები აკეთებენ ამას უკვე ხო აი რამდენი მილიონობით ადამიანი ჩართულია და მოკლე ვიდეოებს აკეთებს და მოთხოვნა მეტია ყოველ შემთხვევაში რილსზე ბევრად ვიდრე ქანდაკებას აი ეგ არის მაგრამ ესეც კი ალბათ მაგიტომ უფრო მეტი გაერკვა მაგ საკითხში და თითქოს რაღაცნაირად ისეთი რეალობა დადგა რომ აბსოლუტურად ყველა სპეციალისტია მაგ მიმართულებით აი საინტერესოა რა შეიძლება მოხდეს იმისათვის რომ ქანდაკებაც გახდეს მეტად აქტიური. ამას რატო ვკითხულობ იცი? იმიტომ რომ აი წეღან შენაც ახსენე ის ფაქტი რომ ეს არის რაღაც აკუმულირებული ცოდნა და ინფორმაცია, რომელიც ესე ვთქვათ მომავალში მიდის იმ ეპოქაშიც და მე მომავალშიც მიდის. ეს აი საინტერესო კიდე რითია იცი? მაგალითად ყველა ეპოქაში გაკეთებული ქანდაკება არის იმ ეპოქის ტექნოლოგიური სახეც. კი ბატონო, რაღაცა გარკვეულწილად შეიძლება ცუდი შედარება კატასტროფასთან ასოცირდება მაინც, მაგრამ რაღაცა გარკვეულწილად შავი ყუთივით არის. არის, რომელსაც ჩაწერილი აქვს ამა თუ იმ რაღაცა მოვლენის შესახებ ინფორმაცია. აი ამ თვალსაზრისით რო ვისაუბროთ დღევანდელი გადმოსახედიდან, აი მაგალითად ანიშ კაპურისის რო არის კარიბჭე. თუ არ ვწდები კარიბჭე ქვია, ხო ჩიკაგოში რო. ეგ ახლა ხო ფაქტია რომ ეგ დღეს გახდა შესაძლებელი მაგის გაკეთება რა და აი ცოტა ხნის წინ ეგ შეუძლებელი იქნებოდა. ანუ ქანდაკება რადგან ძალიან მატერიალურია თავისი ბუნებით. აი რა ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მას აქვს ისეთი ნაწილიც, რომელიც არის აბსოლუტურად ისეთი მეტაფიზიკური, მაგრამ აი რაღაცა თვალსაზრისით ხო ძალიან მატერიალურია წევან, აი დასაწყისშიაც ვახსენეთ, რომ სამგანზომილებიანია რა. ხო და ამიტომ შესახებია მოდიში ყველა კუთხიდან და ყველა მიმართულებიდან და რაკურსიდან საქმელი. და ამის გამო ძალიან საინტერესოა ხოლმე ანუ მოქანდაკისთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე ტექნოლოგიური რაღაც მიღწევა და სულ ცდილობს მე რომ ამით რაღაცა იმიტომ რომ ფაქტობრივად ქანდაკება არის ხატრული სამყარო, ზუსტად იგივე თვისებების მატარებელი, რაც ჩვეულებრივი სამყაროა, უბრალოდ აქეთკენ არის ამის აბსოლუტური სიმულაცია, უბრალოდ გამხატვრებული. და აი მაგალითად იგივე ბრინჯაო რო დაადნო ადამიანს. მე მგონი დაადნო და ქანდაკებაც გააკეთა ბრინჯაოში. ეგ იქნებოდა ალბათ აი
ну მანამდეც თიხაში და მანამდე თიხაში გააკეთებდა, ქვაში გააკეთებდა, იმიტომ რომ აი ძველი ქვაში უკვე ჩაკუჩი გჭირდება და საჭრეთელი გჭირდება და ეგეც ტექნოლოგიური პროგრესთან არის, რა თქმა უნდა, ასოცირებული და დღევანდელი ქანდაკებაც უკვე ტექნოლოგიური პროგრესის გარკვეული ანარეკლიც არის. თავის დროზე მეტალურგიული განვითარება ადამიანმა რომ მეტალურგიული განვითარება რომ შეძლო ეგრევე აისახა ქანდაკებაში ქვის დამუშავება რომ ეხა ვილენდორფის ვენერა მაგალითად ქვაშია ხო გაკეთებული და ასე შემდეგ. რა დღეს მათ შორის არის ძალიან საინტერესო გამოწვევები ეს ეგრეთ წოდებული ეს augmented reality აი მსგავსი ტიპის ტექნოლოგიებსაც იყენებენ სამგანზომილებიანი ვირტუალური ქანდაკებებს აკეთებენ და ერთი წლის წინ მე მგონი წლინახევრის წინ რაღაც პროექტიც გქონდა ერთად რაღაცა გავაკეთეთ და მაშინ ეგეთი იდეა გამიჩნდა რა რომ აი ამ შესაძლებლობით აი ამ საშუალებით უბრალოდ შეიძლება ისეთი პროექტი განახორციელო რომელიც ფიზიკურად წარმოუდგენელია რა აი იმიტომ რომ ეგ ხო ისეთი რაღაცა რომ მოდელია აი რომელიც ჩატვირთულია ასე ვთქვათ რომელიღაცა საიტზე და ტელეფონის მეშვეობით ან ვთქვათ VR-ის მეშვეობით იმ ადგილზე რომ გაიხედები იქ დაინახავ იმას თუმცა რეალურად ის არ დგას კი ბატონო ну ამ შემთხვევაში მაინც ალბათ მნიშვნელოვანი არის ის რომ ეს ვირტუალური სივრცე ან მომავალში უნდა დარჩეს დიდხანს და ისე დაიხვეწოს რომ იქ შენ ამის ნახვა შეგეძლოს ან უნდა გადმოიტანო და აქ მოახერხო ისეთ მასალაში გაკეთება რომ ეს ვირტუალური სივრცის ინსტრუმენტები შენთვის უბრალოდ საშუალება იყოს რომ ფიზიკურად რაღაცა გააკეთო რაც შეეხება ძეგლს ეგეც ალბათ ისტორიიდან მოდის რომ მაინც უფრო ქანდაკება ემსახურებოდა გარკვეულწილად კი არა და მე მგონი მთლიანად იდეოლოგიას ამა თუ იმ ეპოქის და კეთდებოდა ამა თუ იმ მოვლენის და პერსონის ძირითადად მაინც ფიგურატიული იყო უკდავსაყოფად ეს ტერმინიც გამყარდა ქართულში ყოველ შემთხვევაში ესეა რომ ძეგლი ნიშნავს უკდავყოფას რაღაც ის ხო ჩვენში ესე აღიქმება ყოველ შემთხვევაში და ну დღეს უკვე არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც კონკრეტული რა თქმა უნდა საჭიროება არსებობს ამის ყოველთვის მაგრამ კონკრეტული პერსონის ქანდაკება გააკეთო დღეს თავისუფლად შეგიძლია და არავინ ამას არ დაგიშლის რაც ძალიან კარგია გააკეთო რაღაცა შენი სიზმარი თქვა თუნდაც რა ეგეც ხო გარკვეული ვირტუალური სამყაროა რომელიც აქ არ გადმოდის ამიტომ აქედან გამომდინარე ეს ტერმინი დარჩა უკვე მაინც ისეთ ტერმინად რომ თქვა ღრმად ჩახედული ადამიანი ვინც არ არის ამ სფეროში ვინც არ არის ღრმად ჩახედული ну ამ ტერმინს ხმარობს და მოქანდაკეც მისთვის ასოცირდება ძირითადად ბიუსტთან და რაღაცა დიდ ძეგლთან რა რომელიც უნდა იყოს ან მეფე ან მწერალი ან ასე შემდეგ რა ვიცი გამოჩენილი ადამიანი მაგრამ არის დიდი ფანჯარა ცალკე რომელიც არის აბსოლუტურად თავისუფალი ამ კონკრეტული მოთხოვნიდან და რა ვიცი ნებისმიერი რაღაცა მოვლენა ნებისმიერი საკითხი შეგიძლია აიღო და წარმოაჩინო გარკვეული შენი კუთხით და შენი რაკურსით დაინახო და მეორე ადამიანსაც აჩვენო ეს რომ ესე ხო არ არის საინტერესო რა იქნებ ესე სხვა შორის აი უნდა ითქვას რომ ცოტა კრიტიკულებიც რო ვიყოთ ხო საკუთარი თავის მიმართ და ან თქვა ამ გარემოს მიმართ ჩვენთან ცოტა არ იყოს შეიძლება ითქვას რომ მაგის ნაკლებობა არის იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ ქანდაკების სკოლა ძალიან ესეთი სერიოზული გვაქვს და მნიშვნელოვანი ანუ შეიძლება და რაღაც მომენტში ვიტრაბახოთ კიდეც რა ისეთი სკოლა დაგვიტოვეს ასე თქვა ქანდაკების მოთხოვნიდან გამომდინარე კი იმიტომ რომ აი ძალიან მოთხოვნა იყო ხო
მაგრამ ძეგლებზე იყო მოთხოვნა, მაგრამ უნდა აიხვეწა რა თვითონ დარგი და ადამიანის ნიჭმა მაინც ისე მოახერხა, რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში დაგვიტოვა კარგი სკოლა და სკოლა გავიარეთ ერთად და ხო აი სამხატვრო აკადემია კარგია ეხა მე როგორ გავიარე ეს ეხა ცალკე ის არის რა ვიცი მაგას მე შეაფასებს ვინმე ხო მაგრამ იცი რის თქმა მინდა ზუსტად მაგიტო რომ ეს ძალიან მოთხოვნადი იყო და ძალიან ის იყო რა ქვია ასე ვთქვათ განსაზღვრული იყო ხო ყოველთვის ჭირს მაგალითად ანუ ადამიანი დღეს რომ მოდის მაგალითად აი სტუდენტი როდესაც უხსნია კომპოზიცია რა არის სიტუაცია რაღაც გაკეთება აი ყოველთვის უჭირს იმ ხაზის გავლება ანუ გარკვევა იმის თუ რა შეიძლება გამოისახოს ამაში აი როგორც ჩვენ თქვით რომ თუნდაც შეიძლება ადგე და სიზმარი საკუთარი სიზმარი გააკეთო და ეს ჩვეულებრივად იქნება აბსოლუტურად მისაღები ანუ ესეც გასაკეთებელია არა მარტო მაგალითად გამოჩენილი ადამიანის პორტრეტია გასაკეთებელი ესეც შეიძლება გააკეთო და შენი უშუალოდ აი ეს ინდივიდუალური ნაწილი რაც გაქვს აი ის ინდივიდუალურ ნაწილს მისცე გამოსახვის საშუალება ხო და აი ხო შეიძლება ესე ითქვას რომ აი მაგალითად ახალი თაობა აი ამაში უფრო თავისუფალი უნდა იყოს მაგრამ სავარაუდოდ თავისუფალი არის კიდეც უფრო მეტად, მაგრამ მეტად არის საჭირო თითქოს აი ამის საზოგადოდ, ასე ვთქვათ, დანერგვა, რომ ქანდაკება არ არის რაღაც ვიღაცის ძეგლი და შეიძლება აი ადგე და რაღაცა შენი დამოკიდებულება თუნდაც ძალიან ეს სუბიექტური და განსხვავებული უბრალოდ ადგე და დააფიქსირო და მე ნუ საზოგადოებამ გადაწყვიტოს მაგალითად ეს ფასეული იქნება თუ გარკვეულ ჩარჩოებში მოექცა ასე თუ ისე მაინც თავისი ისტორიიდან გამომდინარე და სხვაჩვენს იმიტომაც რომ ძლიერი იყო მაგანაც განსახილველი ეხლა მაგალითად სადაც განვითარებული ნაკლებად იყო ეს დარგი შეიძლება იქ უფრო ვნახოთ ვიღაც ტიპები რომლებიც უფრო მეტად აი სუბუქად უყურებენ ამ საკითხს რა შეიძლება გავაკეთოთ და რა შეიძლება არ გავაკეთოთ ხო ეს ალბათ ისევ სკოლიდან და დისციპლინიდან გამომდინარე ხდება რომ მე შენ უკვე რახან ამხელა სკოლა გაიარე ამ ყველაფერს ეზიარე ამაზე ბევრი იმუშავე ბევრი იფიქრე დააკვირდი დიდხანს და ეს ყველაფერი უკვე შენთვის არის მეტრი როგორი უნდა იყოს ქანდაკება მერე გჭირდება გარკვეული ალბათ დრო რომ შენ ამ ყველაფერს შეიძლება უხეშად ვამბობდე გადააბიჯო და შენ თავს მიცე უფლება ისე აი განთავისუფლდე აი ამ შენ თავს უფლება მიცე და დაიწყო იმის კეთება რაც შენთვის არის კონკრეტულად მნიშვნელოვანი კი ბატონო დღეს ეპოქაც ალბათ თხოვს ადამიანს გარკვეულწილად ამას იმიტომ რომ გაჩნდა სოციალური ქსელები ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას შეუძლია თავის აზრის დაფიქსირება ხო და თითქოს ადამიანს ეპოქაც თხოვს უკვე რომ გამჭირვალეობა კი ბატონო კონდეს თქვათ და თითქოს მოთხოვნაც არის იცოდე თქვათ მე რას ვფიქრობ რა ეგეთი ტექნოლოგია შეიქმნა ადამიანმა შექმნა უკვე თვითონ ისეთი რომ ამის მოთხოვნილება არის თითქოს რომ შენ განთავისუფლდე და შენი აზრი დააფიქსირო ხო ხა რას აფიქსირებ და ეგ უკვე სხვა რას ამბობ და როგორ ამბობ ეგ სხვა არის მაგრამ რახან არის ამის მოთხოვნილება შესაბამისად ეს ქანდაკებაშიც უნდა აისახოს და აისახება კიდევაც ხა შეიძლება ჩვენ ქვეყანაში იმდენად არ იყოს ეს ყველაფერი გარკვეული მოვლენებიდან და რაღაცა საკითხებიდან გამომდინარე რაც ძირითადად არის ჩემი აზრით გაჭირვება ხო რა თქმა უნდა იცი რა არის აი სხვადასხვა ქვეყნებში ხა სადაც არის ხელოვნება უფრო მეტად განვითარებული და სადაც თვითონ ცივილიზაცია არის განვითარებული ამის აბსოლუტური საშუალება იცი რა არის აი მე მაგალითად ხო რა თქმა უნდა მე უფრო აი რატომ იჩდება იცი მაგის ასე ვთქვათ სურვილი რომ აი ეს პროცესი უფრო მძაფრი იყოს იმიტომ რომ ერთი რაღაცა ფაქტია რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ისეთი რა ქვია განმსაზღვრელი რაღაცა რაც იყო აი წინა ასე ვთქვათ ეპოქაში რა ფაქტობრივად ჩვენ ხო ეპოქის გასაყარზე ვართ რა აი რაღაცა ძალიან
ესეთი ძლიერი და ესეთი უხეში რაღაც ძალა არსებობდა, რომელსაც აი საბჭოთა კავშირი ერქვა და რომელსაც განსაზღვრა აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ სივრცეში, მათ შორის განსაზღვრა ხელოვნებაც რაღაც თვალსაზრისით. და აი ამის ასე ვთქვათ ფორსირება კარგი იმიტომ არის, რომ მე მგონი კარგი იქნება, რომ მალე ეს რაც უფრო ძაფრი იქნება ეს ამ მიმართულებით სვლა, ხო? მით უფრო მალე გაირკვევა და მალე გადაფასდება, აი თქვათ რა არის თუნდაც ის, რომ მაგალითად ეხლანდელ სამყაროში რა არის გასაკეთებელი. თუნდაც ის, რომ აი თუ ფასეულობას იმას ვიტყვით, რომ სამყარო ჩვენით ახერხებს შეცნობას საკუთარი თავის, რა შოპენჰაუერის აზრია ესეთი, რომ თქოს აი სამყარო ჩვენით ახერხებს საკუთარი თავის შეცნობას, რა. თუნდაც ამ მიმართულებით, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა უფრო აქტიური გახდეს ხელოვნება, ამას ჩემი აზრით ჭირდება ის, რომ აი ეს ძველი რაღაცა კონკრეტულ რაღაცებზე მორგებული, იდეოლოგიზირებული ხელოვნება, ასე ვთქვათ, დასრულდეს, იმიტომ რომ გაყვეს იმ ეპოქას, რა ეპოქის ნაწილიც იყო და ახალ ეპოქას შეხვდეს იმ გამოწვევებით, იმ რეალობით, რა გამოწვევები და რეალობაც ამ ახალ ეპოქას ახასიათებს. კი ბატონო. და აქ დიდ როლს თამაშობს ტექნოლოგიური განვითარებაც, იმიტომ რომ უკვე იმ დონეზე დაიხვეწა საშუალებები, ხელსაწყოები, ეს კარგი სიტყვაა ჩემი აზრით, რომ მარტო ჩაქუჩი და საჭრეთელი არ არის, თქვათ, დღეს არის ბევრად მეტი საშუალება და ხელსაწყო, რომელთაც შენ შეგიძლია სხვადასხვა მასალა დაიმორჩილო და შემდეგ უკვე ფორმა, ეხა რა ფორმასაც გააკეთებ, ეგ უკვე ავტორზეა დამოკიდებული, მაგრამ შენი სათქმელი თქვა, ამის ბევრი საშუალება არსებობს დღეს. უფრო მეტი, კი, ნამდვილად. და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ყველამ თავის აზრი შეძლოს და დააფიქსიროს ამ სფეროშიც და სხვა სფეროშიც. ეს მერე ისევ და ისევ როგორც თავიდან დავიწყეთ, დარჩება დროში და ჩემი აზრით ადამიანები მომავლიდან გადმოხედავენ ნაკვალევს, მიხვდებიან, რომ თქვათ, აქ უკვე წამოვიდა ერთი ადამიანის შინაგანი სამყარო და გახდა მნიშვნელოვანი. თუ სახელმწიფოს იმდენს ახერხებს ქვეყანა, სადაც ცხოვრობს ადამიანი, იმდენს ახერხებს, რომ ერთი ადამიანის აზრს მნიშვნელობას ანიჭებს და ეს მერე რაღაც სივრცეში გამოაქვს და მეორე ადამიანზეც და მესამეზეც ზრუნავს, რომ აი, თქვათ, შეხედეთ კონკრეტული ადამიანის ნაფიქრავს და ამ ფორმირებას. ეს სახელმწიფოზე კარგად მეტყველებს. სხვა შორის, აი ხა ეგ თქვი ის გამახსენდა, ლონდონში იყო, მე მგონი ეხლაც არის ეს პროექტი. უბრალოდ ლონდონში კი არა, ინგლისში არის ეს პროექტი. კვარცხლბეკებია, სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა ადგილას. და ქანდაკებები დგამენ რიგრიგობით. გარკვეული პერიოდი. გარკვეული პერიოდი და მე მოძრაობს მთელი მის ქვეყნის მასშტაბით რა, სხვადასხვა ქალაქებში და გამოფენები ეწყობა ღია ცისფერში ფაქტიურად რა. და აი ეს ხო არ ფიქსირდება შეიძლება, მაგრამ იმ მომენტში საინტერესოა რა თქმა უნდა. და ძალიან საინტერესოა თვითონ ეს ზოგადად ეს მიდგომა, რომ თითქოს აი ამის შესაძლებლობას აძლევს მხატვრებს, რომ და იმ მხატვრებთან ერთად კიდე სახელმწიფოსაც, რომ აი ეს ადამიანური რაღაც კონკრეტულად ერთი კაცის, ერთი ადამიანის რაღაცა ნაფიქრი, იქ ხა ცხადია რაღაც ალბათ იარსებებს, ჯგუფი რომელიც შეარჩევს. კი ბატონო, ნუ კომპეტენტური ხალხი, რომელიც გადაწყვეტს ილაპარაკოს და რაღაც ნუ რამდენად თქვათ, რა თქმა უნდა, მოდელირებას გაუწევს. ძველი სკოლის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით რამდენად ეს ყველაფერი ვიზუალურად საინტერესოა, მაგის შეფასება სავარაუდოდ ხდება, ეხლა ისე არის. კი, რა თქმა უნდა, მისცენ იმ ადამიანს უფლება, თქვათ, რომ აი დაფიქსირდეს კონკრეტულ რაღაცა დროში. კი. ხო, აი რაღაცა ალბათ სასურველი იქნებოდა ჩვენთანაც რომ ყოფილიყოს ესეთი რაღაცა, რომ სხვადასხვა ქალაქებში რიგრიგობით რაღაც ესეთი ინდივიდუალური საავტორო ასე თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენოთ, საავტორო ნამუშევრები, რომ გამოეფინოს. კი ბატონო, კარგი იქნება. თუ
თუ ჩვენი ქვეყანა მივა ასეთ დონეზე რომ მნიშვნელოვანი გახდება ესეთი რაღაცეები და მე რაღაცნაირად სხვა საფიქრალი იმდენად არ იქნებოდა სხვა პრობლემა ქვეყანას თუმცა ეხლა ყველაფერად ვიცით რომ იცი რა არის წინაშე არის ხო აი მე ხშირად ვიძახი ხოლმე რა მე მგონი ტავტოლოგიური იქნება ამას ვიტყვი მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ჩვენთან ქანდაკების კეთების უნარი რაღაცნაირად უფრო აქტიურ ანუ აშკარად გვაქვს ქანდაკების კეთების უნარი თან აი ქანდაკების კეთების და ძერწვის რა ის რაღაცა ესეთი უნარია რომელიც ყველას თითქოს აი რო ვაკვირდებით და ესე რო უყურებთ ყველა ხალხს თითქოს არ აქვს და მე მგონი ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია რომ ამ საკუთარი ამ უნარის თქვათ დაფასება საინტერესო მოსაზრება მასე არ მიფიქრია არასდროს მაგრამ ნუ ისტორიიდან გამომდინარე რო გადავხედოთ ჩვენი ქანდაკების ისტორია შეიძლება დიდად მე ეგრე ვერ ვიფიქრო მაგრამ ნუ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი სკოლა ჩამოყალიბდა რა თქმა უნდა ხო 100 წლის არის რა ხო მანამდე არ ვაკეთებდი ხო და პატარ-პატარა რა თქმა უნდა ის რელիეფური ხო რა თქმა უნდა რელიეფურიც და პატარა სამგანზომილებიანი ფიგურებიც გვაქვს მაგრამ ესე რო აი თქვა მასშტაბური არის ვერ შევედრებით დიდ ცივილიზაციას არა რა თქმა უნდა როგორ აი ცივილიზაციაც ისე არ ყოფილვართ არ ყოფილვართ მაგრამ მნიშვნელოვანი ვიყავით მაგრამ კი ისეთი იმის ნაწილი არა მაგრამ აი მნიშვნელოვანი რა არის იცი მნიშვნელოვანი ის არის რომ რაც გაკეთებული ადრე აი მაგალითად ძველ ქრისტიანობამდე ეპოქაში ხო ძალიან ის არის რა ქვია მაღალი დონის არის და ფაქტობრივად უტოლდება ჩვეულებრივად იმ ბერძნულს აი კოლხეთის დაბლობზე და ლავანში როა ნაპოლეონისგან ძალიან დახვეწილი შესრულებად საკმაოდ კი და აი მე კიდე უცნაური ის არის რომ ზუსტად 100 წლის წინ რომ დავიწყეთ ამ პროფესიული ქანდაკების სწავლება აი გაუცდები დღესაც გასაოცარია რომ ვიღაცა ადამიანი მოდის რომელსაც არანაირი თითქოს ის საფუძველი არ აქვს რომ აი ეს ხელოვნება ამ ხელოვნებას ხო თავისი ენა აქვს რაღაც სპეციფიკა რა სპეციფიური და შეხვდები ადამიანს აი თითქოს ერკვევა თითქოს უნარი აქვს აი ამ ხელოვნების ენაში რომ იმეთქოს როგორც მაგალითად სიმღერაც ხო ისეთი რაღაცაა რომ ვიღაცას შეუძლია მაგალითად ვიღაცას არ შეუძლია ცეკვა ასე ვთქვათ ხო აი რაღაცა ერები არის რომელიც უფრო უკეთ ცეკვავს მაგალითად ვიდრე ვიღაც სხვას უფრო ნაკლებად და ასე შემდეგ და მე ვიტყოდი რომ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ აი ძალიან დიდი ხანი არ ვაკეთებდით და იმერე რომ დავიწყეთ ამის კეთება რაღაცნაირად უცნაურად ხელგვეწიფება თითქოს რა კი ბატონო ჩვენ თვითონაც ალბათ ჩვენი ენიდანაც გამომდინარე ესეთი თვითმყოფადი და რომ ვთქვათ ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს და განსხვავებული ხედვა გვაქვს ამ სამყაროსი რა ენა ხო მაგას ასახავს როგორ ხედავ აბსოლუტურად ამა თუ იმ მოვლენას და ჩვენ შევთანხმდით რომ ამა თუ იმ მოვლენას გარკვეული ჟღერადობა მივცეთ და ეს ჟღერადობა არის განსხვავებული ყველასგან რახან ეგრე გვაქვს ეგ უკვე ბევრს ნიშნავს და ეგ უკვე საინტერესოა და შესაბამისად ეს ყველაფერი ფორმებშიც ვლინდება და გამოისახება წესით და დღეს თუ ვერა ხვალ გამოვლინდება და ზეგმა მე მჯერა რომ გამოვლინდება აუცილებლად კი ბატონო მეც მჯერა მაგის ნამდვილად რომ გამოვლინდება ესე ვფიქრობ კი ბატონო ნიკოლო ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ პოზიტიურ ნოტაზე გავასრულოთ მადლობა რომ მოხვედი მადლობა რომ ჩაერთე ამ დისკუსიაში და იმედოვნებ რომ რომ კიდევ შეძლებ მოსვლას და რაღაცა ჩემი აზრით დაინტერესდი და მეც მე მგონი რა ვიცი ასე თუ ისე რაღაცა ჩემი აზრი დავაფიქსირე კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ამისთვის დიდი მადლობა შენ პირით დაგაგზავნეთ